გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და ეს არის ჩვენი 21 დღიანი პროგრამის მე-14 დღე. და დღეს ვისაუბრებთ საზრისებზე. დღეს ვისაუბრებთ, ასე ვთქვათ, უზენაესის როლზე ჩვენს ფსიქიკაში და ჩვენს ცხოვრებაში. მომდინარე იქიდან, რომ ორი კვირის მანძილზე უკვე ბევრი სავარჯიშო გავაკეთეთ, ბევრი რაღაცა შევცვალეთ და შევქმნით საკუთარ თავში, სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით მინდა გთხოვოთ, რომ კომენტარებში დაწეროთ ის გააზრებები, ან ის პოზიტიური ცვლილებები, რაც თქვენ ცხოვრებაში ამ მომენტისთვის უკვე მოხდა, ასე ვთქვათ, რაც შემძენს მეტ მოტივაციას, რომ თქვენთვის ასეთი პროგრამები დავარნაურო ხოლმე. გამომდინარე იქიდან, რომ გავაკეთეთ უკვე ბევრი, ასე ვთქვათ, ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად გასაგები გახდა 2026 წლის მონახაზი თქვენთვის და ეხლა მოდი დავფიქსდეთ ცოტა უფრო ღრმა რაღაცეებზე. ანუ ჩვენს იდენტურობაზე, ჩვენს მისიაზე და ჩვენს საზრისზე. რა არის იდენტურობა? იდენტურობა ეს არის ის თუ რაში მდგომარეობს ჩემი ინდივიდუალურობა, ჩემი განუმეორებლობა და როგორ აღვიქვა მე ამას. მისია ეს არის ის თუ რაში ვჭირდები მე სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობ. და საზრისი ეს არის ის თუ რაში მჭირდება ეს სამყარო მე. ანუ პირიქით ხო? შესაბამისად, როდესაც ვარკვევთ, ასე ვთქვათ, ჩვენთვის გარკვეული ხდება და გასაგები ხდება, როგორც ჩვენი იდენტურობა, ისე ჩვენი მისია, ის ჩვენი საზრისები, ჩვენ ვიძენთ ენერგიის უზარმაზარ, ასე ვთქვათ, რაოდენობას. იმიტომ რომ არ ვიცი, რამდენად იცით, შეიძლება პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ მათ შორის გვასაზრდოებს ორი ნაკადი ენერგიის. ერთი მიწის ენერგია, ძალიან პირობითად რომ წარმოვიდგინოთ, ამოდის ფეხებიდან და ადის ზემოთ. მეორე არის დაღმავალი ნაკადი, ეგრეთ წოდებული კოსმოსური ნაკადი, რომელიც მოდის ზემოდან ქვემოთ. რასაც ვაკეთებდით აქამდე ამ ორი კვირის მანძილზე, ხო, მათ შორის ეს იყო მიმართული იმაზე, რომ ასე ვთქვათ, ჩაგვეხსნა და გაგვენეიტრალებინა ის მენტალურ-ემოციური ბლოკირებები, რაც აი ამ მიწიერი ენერგიის ნაკადს ბლოკავდა და დღეს თუ მანამდე ყველა სავარჯიშო, ასე ვთქვათ, გააკეთეთ, რომელიც მე შემოგთავაზეთ, თუ არა და დაიწყეთ პირველიდან და გამოუყევით. დღეს მზად ვართ, რომ ასე ვთქვათ, გავააქტიუროთ, გავზარდოთ ასევე ზედა ნაკადი ენერგიის. რისთვის? იმიტომ რომ მიწიერი ენერგია ჩვენ გვაძლევს სასიცოცხლო ძალას იმისთვის, რომ ვიფუნქციონიროთ. იმისთვის, რომ სტაბილურად ვაკეთოთ ის რაღაცეები, რასაც აქამდე ვაკეთებდით. კოსმოსური ენერგია გვაძლევს შემოქმედებითობას. როდესაც რაღაცა გვინდა რომ შევცვალოთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ეს ნატიფი ენერგია, რომელიც ხანდახან ჩვენს მიერ აღიქმება როგორც ინსპირაცია, როგორც საინტერესო გენიალური იდეების დაბადება. შესაძლებელია აი აბსოლუტურად მოულოდნელ ადგილებში, მაგალითად აბაზანაში შხაპსრებულობ და უცებ გონება გინაცდება. და ხშირად მოძდით ხოლმე ადამიანებს ეს ამბავი. შესაბამისად, მოდით დღეს დავაკეთოთ სპეციალური სავარჯიშო, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ ასე ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების უმაღლესი საზრისები გამოვიყენოთ როგორც ინსტრუმენტები და არა როგორც უბრალოდ ლამაზი იდეები და კონცეფციები. თვითონ სავარჯიშო არის ძალიან მარტივი. საამისოდ, უნდა დახუჭოთ თვალი და კონცენტრირდეთ თქვენს სხეულზე, ასე ვთქვათ, აი წელს ქვემოთ, აი ფეხებს და დააკვირდით ფიზიკურად რას გრძნობს თქვენი სხეულის ბედანაწილი. შემდეგ დაფიქსდით იმაზე, თუ რის ფლობა გსურთ. მარტივად რომ ვთქვათ, რა გინდათ რომ გქონდეთ. ეს შეიძლება იყოს მატერიალური, შეიძლება იყოს არამატერიალური, სოციალური, ემოციური, მენტალური, არ აქვს მნიშვნელობა. მე ყველაფერი ის, რაც გსურთ რომ გქონდეთ, ხო ეს? იოცნებეთ, დასახეთ მიზნები და ასე შემდეგ.
როდესაც ასე ვთქვათ, იგრძნობს, რომ საკმარისად იფიქრეთ ამაზე, შემდეგ გადმოვიტანოთ ყურადღება სხეულის ზედა ნაწილზე, აი სადღაც დიაფრაგმამდე და დავფიქსდეთ, რის იკეთება გინდათ, ასე ვთქვათ, რა გსურთ, რომ აკეთოთ, რისი საქმიანობის სურვილი გაქვთ. აქაც დაფიქსდით. რის კეთებას ისურვებდით პრინციპში ცხოვრებაში. ხო, თქვენ ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში ეს შეიძლება იყოს რაღაცა კონკრეტული სიტუაციური მოქმედებები ჩვევების სახით. ეს შეიძლება იყოს მთლიანად, ასე ვთქვათ, გარკვეული სფეროების აღწერა, მაგალითად, რა გინდათ აკეთოთ პროფესიაში, რა გინდათ აკეთოთ პირად ცხოვრებაში, რა გინდათ აკეთოთ სოციუმში და ასე შემდეგ. როდესაც აქაც საკმარისად იჯერებთ გულს, ასე ვთქვათ, თქვენი ნაზრევით, შემდეგ გადაიტანეთ ყურადღება აი აქ გულმკერდზე, დააკვირდით რა შეგრძნებები გაქვთ აი ამ ადგილას და შემდეგ გაიაზრეთ ვინ ხართ. რაში მდგომარეობს თქვენი ინდივიდუალურობა, რაში მდგომარეობს თქვენი განუმეორებლობა, იმიტომ რომ თქვენნაირი ადამიანები მანამდე არ არსებობდნენ და თქვენს მერე აღარ იარსებებს, ხო? აი რაში მდგომარეობს თქვენი ინდივიდუალურობა, თქვენი განუმეორებლობა. იმიტომ რომ თქვენს გარეშე ეს სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორც თქვენიანი. და აი რას ზდენ, ასე ვთქვათ, თქვენ აი იმ სამყაროს მრავალფეროვნებას, რომელშიც ცხოვრობთ. რაც რომ იჯერებთ გულს, ასე ვთქვათ, ნაზრევით, ну შეგეშინდებათ თუ მაშინვე არ მიიღებთ რაღაც ისეთ პასუხებს, პათეტიკურს და აღმატებულს, შეიძლება არანაირი პასუხი არ მოგივიდეთ. მაგრამ თვითონ შეკითხვის დასმა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როგორც კი ეს შეკითხვა გაჩნდება, გაუცნობიერებლად თქვენ დაიწყებთ მასზე პასუხის ძიებას. და როგორც უკვე თქვით, შეიძლება აბსოლუტურად მოულოდნელ ადგილას მოგივიდეთ რაღაცა ძალიან კარგი, ნიჭიერი, გენიალური პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან შეკითხვაზე. ამის შემდეგ გადავიტანოთ ყურადღება აი აქ, ყელის არეში, დავაკვირდეთ რა შეგრძნებები გვაქვს აი აქ და დავფიქსდეთ რაში ვჭირდებით იმ სამყაროს, რომელშიც ვარსებობთ, აი იმ ჩვენი ინდივიდუალურობით და განუმეორებლობით, ხო? რაში მდგომარეობს ჩვენი მისია? მისიის აღწერის დროს ძალიან სასარგებლო იქნება, რომ გავამახვილოთ ყურადღება ორ მომენტზე. პირველი, რა უნდა შევიცნო, რა უნდა გავიგო და მეორე, აი ამ შეცნობილის ნიადაგზე, საფუძველზე, რა უნდა გავაკეთო, რა უნდა მოვიმოქმედო, ხო? პრაქტიკაში როგორ უნდა დავნერგო, ასე ვთქვათ, ეს გაგებული. რაც მოგცემს იმის გაგებას, თუ რა ფუნქციას ვასრულებთ ამ სამყაროში. ეს ფუნქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა მასშტაბის, ხო? შეიძლება იყოს პატარა მასშტაბის, შეიძლება იყოს უზარმაზარი მასშტაბის. ამ შემთხვევაში მასშტაბს მნიშვნელობა არ აქვს, თავარია ის, რომ დავიწყოთ ამაზე ფიქრი, თუნდაც აი ამ მომენტში არ გქონდეს პასუხი. და შემდეგ გადავიტანოთ ყურადღება აი აქ შუბლის არეში, დავაკვირდეთ რას ვგრძნობთ, აი აქ რა შეგრძნებები გვაქვს და დავფიქსდეთ იმაზე, თუ რაში მჭირდება მე ეს სამყარო, რომელშიც ვარ მე აი ესეთი ინდივიდუალური და განუმეორებელი, აი ასეთი მისიით, ასე ვთქვათ, აქამდე თუ საუბრობდით იმაზე ფაქტიურად რა მინდა რომ გავცე, აი საზრისის დონეზე, ხო, დავფიქსდეთ იმაზე, თუ რა მინდა რომ მივიღო ამ სამყაროსგან. მატერიალური, არამატერიალური სხვა სფეროების მიხედვით თუ მთლიანობაში, ასე ვთქვათ, აქ როგორ დაასისტემებთ ამას და როგორ დაახარისხებთ, ეს უკვე თქვენი, ასე ვთქვათ, ამბავია, თქვენი გემოვნებაზეა დამოკიდებული. როდესაც ამასაც გაიაზრებთ, შემდეგ გადავიტანოთ ყურადღება აი აქ, ასე ვთქვათ, კენწეროში, ყველაზე მაღალ წერტილში და დავაკვირდეთ აი აქ რა შეგრძნებები გვაქვს და შემდეგ დავფიქსდეთ რაღაცაზე, რაც არის ჩვენზე გაცილებით უფრო დიდი, ძლიერი, მოსიყვარულე, მარადიული თუ გნებავთ. ვიღაცისთვის ეს იქნება ღმერთი, ვიღაცისთვის ეს იქნება, ასე ვთქვათ, კიდევ სხვა რაღაცა. ну აი ის რაც გვემატება როგორც ინდივიდებს. აი წარმოიდგინეთ, რომ შენ ხარ წვეთი და არის კიდე ოკეანე. ხო, აი წარმოიდგინეთ, დაფიქსდით აი ესეთ ოკეანეზე.
და დააკვირდით, ეს მარადიული ძლიერი მოსიყვარულე შეუცნობელი თქვენ რა ფორმით გევლინებათ. შეიძლება ვიზუალურად დაინახოთ რაღაცა გამოსახულება, ხო? შეიძლება მუსიკის ფორმა კონდეს, ან ჩემ შემთხვევაში ვალსი მაგალითად, ხო? აა შეიძლება შეგრძნებების დონეზე მოვიდეს რაღაცა. და შემდგომ, როდესაც ამას იგრძნობთ და ინახავთ ან გაიგონებთ, ისევ ჩამოვიყვანოთ ყურადღება აი აქ შუბლის არეში და დავფიქრდეთ. აი იმ უზენაესის თვალსაზრისით და თვალთახედვით. მე ეს სამყარო რა შემჭირდება? რა იქნება ჩემთვის სასარგებლო, რომ მივიღო ამ სამყაროს? შემდეგ დავუშვათ ყურადღება ყელის არეში და დავფიქრდეთ. მუზენაესის თვალთახედვის თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, ხო? აი, მისი აზრით. მე რა შეჭirdები ამ სამყაროს? რა უნდა შევიცნო, რა უნდა გავაკეთო? შემდეგ ჩამოვიყვანოთ ყურადღება აი აქ, გულმკერდის არეში და დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ მხედავს მე აი ეს უზენაესი მარადიული მოსიყვარულე რამ, ხო? აა როგორ ხედავს ჩემს ინდივიდუალურობას, რაში ხედავს ჩემს განუმეორებლობას. შემდეგ დავუშვათ ყურადღება, ასე ვთქვათ, სხეულში, წელს ზემოთ. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას მინდა რომ საქმიანობდე და შემდეგ ისევ წავიყვანოთ ყურადღება ფეხებში და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რას მინდა რომ ფლობდე, რა მინდა რომ მქონდეს. შეიძლება ამ სავარჯიშომ წაიღოს 1-20 წუთი, ნახევარი საათი, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ამად ღირს, იმიტომ რომ ეს სავარჯიშო თქვენ შინაგან სამყაროს გენერალურ დალაგებას აკეთებს, მოდი ესე ვთქვათ. აი, არეული აზრები, არეული ფიქრები, არეული საზრისები, ზოგი მოძველდა, ზოგი უფუნქციოა. აი ამას ყველაფერს ასუფთავებს, მარტივად რა ვთქვათ, და აკეთებს ჩვენი შინაგანი სამყაროს განახლებას თან რბილად, ეკოლოგიურად, ჰარმონიულად, ისე რომ გვეძლევა საშუალება ვიმოძრაოთ წინ ისე, რომ შევინარჩუნოთ ჩვენთვის ყველაფერი მნიშვნელოვანი. ანუ მომავალში თან წავიღოთ ყველაფერი, რაც გვინდა რომ წავიღოთ მომავალში. დღეისათვის სულ ეს არის. გისურვებთ ძალიან სასიამოვნო და სიღრმისეულ სასარგებლო გააზრებებს. ვისაც გსურთ შეუზღუდავი მიღწევების მარათონში მონაწილეობის მიღება, რომელიც იწყება იანვარში, 18 იანვარს, შეგიძლიათ ჩემს გვერდზე ნახოთ მისი აღწერა, ასევე ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარებში დავტოვებ ბმულს, საიდან შეგიძლიათ გადახვიდეთ, მას შემდეგ, რაც გაიცნობთ ინფორმაციას. გვაუფრთხილდით თავს, გისურვებთ სასიამოვნო საღამოს, თუ თქვენთან საღამოა და მომავალ შეხვედრამდე.